მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს YouTube არხზე, კიდევ ერთი YouTuber-თან ერთად, ლაშა მესხი, დინამიტი. როგორ ხარ ლაშა? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად შემოძმაო, კეთილი იყო შენი ფეხი კიდევ ერთხელ ამერიკაში. ვეგასში. თიმის გაერთიანება მოხდა, მოკლედ ლაშასთან არ ვილაპარაკია ჯერ მეგობრებო, ძალიან ბევრი ჩამოვედი. ბევრია სალაპარაკო. ბევრი საინტერესო რაღაცა მოხდა საქართველოში. თქვენთან ერთი თხოვნა მექნება ჯერ რომ მოიწონოთ ეს ვიდეო. იმედი მაქვს საინტერესო რაღაცებს გაგვიზიარებ და პირდაპირ რაფით მინდა დავიწყო რა, სიგიჟით რომ რაღაც გაწევა გამოწევები. რაფი მაგარი იყო. კარგად ჩატარდა სხვათა შორის საქართველოში. პირველად ჩაატარეს საერთოდ ქვეყნის გარეთ. საერთაშორისო ივენთი იყო და მაგრად იყო ჩატარებული, მინდა ვთქვა. და სიგიჟეები მოხდა. ადევნებდი შენ თვალ კურსი ქვიყავი მეც და რომელი ერთით დავიწყო. ანუ მარტო ერთი კითხვა მაქვს რა. ყველაფერი გავიგე, ყველაფერი გასაგები. აი ცარუკიანი რა შუაში იყო? ცარუკიანი სხვათა შორის უკან მედგა ის ვიდეოები როა, ხო ისი ყველა რო რაღაცა ეკვეხება და რაღაცა და ბიჭო მიდის, სად მიდის, ვერ გავიგე, იწევს აქეთ-იქით. აი ცარუკიანი მართლა არა შუაში იყო მანცბაო რა. ნუ ნახავდა ხალხი ვიდეოებს, რაც მოხდა, პრესკონფერენცია, როდესაც მორჩა იქ ვიყავი. და ესეთი კითხვა დაისვა პრესკონფერენციაზე და ფიქრობ უადგილო კითხვა იყო და არაფერი ეს კითხვა რო დაისვა ერთ-ერთი დაღესტანელი მოჭიდავე მივიდა კაროჩე მერაბთან პრესკონფერენციის მერე და ბიჭო სხვათა შორის ეს არ მithქვია არსად რა იქ ვიყავი თან ძალიან ახლოს პროსტა ანუ არც ერთ კამერაში არ ჩანვა რა ანუ დავამუღამე რომ რაღაცა მერაბს უახლოვდებოდნენ რა ხო და ეს ჩანდა მქონდა გადაკიდული შიგნით კამერა ლეპტოპი ყველაფერი და უცბად მოვიხსენი ტიპს უკან ამოვუდექი და ეგრევე ტყლაშანი გაადინა მერაბმა რა ნუ მე როგორც გაირკვა და მეც რა თქმა უნდა იქ ვიყავი მივიდა მერაბთან კითხვით რომ უმარზეო რატო ლაპარაკობ ესე და ესეო ოღონ სხვათა შორის აი იქ დავინახე რა ანუ როგორ იყო მერაბთან იცი მისული აი ხო იცი დაღესტანელებმა რო იციან აი გავიხსენებ ხაბიბმა რო არტიომ ლობოვი თავის იმაში რა ქვია აატუზა და პალეცებს ურტყავდა ხო იცი აი რაღაცა ეგეთი მცდელობა იყო თუ რა იყო აი ესე იყო მისული რა რაღაცა მხარზე ქონდა მერაბისთვის ხელი რა მოკიდებული რა ახლოს ხოლმე ხე ის ერთზე არ წაულია ხელი მაგრამ აი მხარზე ხოლმე ხა აი ახლოს რომ მოდის ტიპი რა ზაჩემ ტიტაკი რაღაცა ეგეთი ის და მერაბმა ხოლმე ხა შენ რა გინდა ვინ ხარ რაღაცა და გარჩე აარტყა რა და ეს რო აარტყა ჩემ თვალწინ რა შედავიბენი ეხა დავუშვა ამას თან უკან სათულაევი და დელი დაღესტანი მიდგას და იქ კამერებში ჩანს მეორე ტიპი რა იმის მარცხენა მხარეს ქაჩავს უკან ამ დაღესტანეს სხვათა შორის გაშველების მომენტში და მარჯვნიდან მე ამ ტიპს ქაჩავ უკან რა ხო ხვდები რა გამოვწიე უკან რა მე მოვიდა სადულაევი შერიგდნენ ხო ხო სადულაევი მოვიდა სალაპარაკოთ გავიდნენ და აი იქ მოხდა ეს სალაპარაკო ცალკე რო გავიდნენ არ ვიცი ანუ ეს ხალხი ძალიან შეეკვეხა ყველა შესვლა უნდა და რაღაცა და მანდ იყო ეს ცარუკიანი კაროჩე რა ჩემ უკან ბუქსაობდა ძმაო მაგასაც შესვლა უნდა და მე რავი ცალკე ჩხუბიატე ხა ვერ გავიგე რა უნდა და აი დედას ვიცა ვარ ვერ გავიგე რა უნდა გახსოვს რომ დაგირეკე ანუ ძინავს რა მოკლედ 12 საათიანი სხვაობა გვაქვს ლას-ვეგას და საქართველოს შორის და ჩემი ძმა მირეკავს რომ რაღაცა რა ხდებაო, რაღაც ჩხუბიო ესაო, სად არიანო, ანუ კიდევ ვიღაცა მირეკავს, ანუ ვერ ხვდები რა, მე ველაპარაკე ჩემ ძმას ნორმალურად რომ რაღაცა მოხდაო, მე შენს დაგირეკე. ხო, ახლა მთელი ინტერნეტი წაიღო რა მაგამბებმა, მაგრამ ახლა რაღაცა ისეთი ხელჩართული ჩხუბი არ მომხდარა რა. შერიგდნენ ბოლოს. კარგია, მთავარი ეგ არის რომ ყველაფერი და დანარჩენი რავი რაფმა. თვითონ ივენთი როგორ მოგეწონა, შენ პირველად იყავი ამ ივენტზე და ეგ მაინტერესებს. აი ახლა აქ ამერიკაში როგორ ტარდებოდა არ ვიცი, მან შენ უფრო ხარ ნამყოფი, მაგრამ მე პირველად ვიყავი ზოგადად რაფზე და საქართველოს კვალობაზე ძალიან მაგრად იყო ჩატარებული. დარბაზი სავსე იყო ეს ჭიდაობის ტატამით როგორც ქვია მაგრად იყო ანუ რავი რა ორგანიზატორი მაგარი შოუა ხო გაგისწორდა აი მაგას ვიძახი რა კაი შოუ მე აი არასდროს არ ყოფილვარ ეს ჭიდაობის ფანი მაგრამ როდესაც ლაივში ვნახე ეს ივენთი ძალიან დიდი სიამოვნებაა. ხო აი თან ჭიდაობები ხო იცი როგორ ხდება რა ეს მთელი დღე რომ მიდის შეჯიბრი და რაღაცა და ბევრი ჭიდაობები და რაღაცა მე ხა ეგრე არ ვუყურებ ჭიდაობებს რა. მაგრამ აი ეს რაფმა რაც გამოიღო ეს სუპერ მატჩები მაგარია სუპერსტარები მართლა საინტერესო არის და თან
აუ მერაბის ჭიდაობა აუდიტორია წარმომიდგენია. აი რო უყურებდი დაინგრა დარბაზი ძმაო, დაინგრა. სხვათა შორის კუთხეში გავყევი კენჭაძესთან ერთად, ავთანინ კენჭაძე ეხმარებოდა მერაბს მომზადებაში და სრულიად შემთხვევით უკან გავიხედე და მიდგას ძია რომანი. ნახე, მერაბი რა თავზე რა კვაცლის. აუ მაგარემ რომანით მაგარ ემოციებში იყო, ყველანი მაგარ ემოციებში ვიყავით, თან ახლა რა შეხვედრა შემოაბრუნა საერთოდ მერაბმა. სასაული და უფრო მაგარი გახადა ეგ გამარჯვება, რომ ესეთი კამბექი დადო რა, სასწაული დაინგრა. აი აქ უყურებდით Fox Nation-ზე გადიოდა ამ არხზე და ნუ საქართველოსთვის ხო რამდენად მაგარია თვითონ ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. მერაბმა ხო საერთოდ სასწაული მოახდინა. კიდევ ერთხელ, რა ვიცი, სასწაული დაატრიალა მართლა აი მერაბის რამოდენიმე ბრძოლას გავიხსენებ ახლა მარლონ მორაესთან რაც გააკეთა ეგ აი მაგ დროს ლაშა მე და ჩემმა ძმამ თბილისში ვიყავით ალბათ მთელი корпуსი დავანგრიეთ რა უბრალოდ ანუ ემოციებისგან მე ზოგლებს ბოდიშებს ვხვდი მთელი კვირა და მთელი გაწევა გამოწევები ქონდა მაგრამ ანუ ხო ხდები რა ეგეთი იყო ესეც რომ ანუ ოლიმპიურ ჩემპიონს დაუკამბექა ძმაო თავისივე სპორტში მოუგო და შენ ას ფიქრობ ქართულ აუდიტორიას როგორ მოვეწონა შოუ როგორ შეაფასებდი ახლა მაინც შენ ესაუბრე პირველი ესეთი ამერიკული ორგანიზაცია იყო თან შენ ისიც იცი რომ RAF-ს და UFC-ს შორის ძალიან დიდი განსხვავება არის და ახლა UFC რო ჩავიდეს უბრალოდ ეგ მაინტერესებს რომ შენ როგორ პირველ რიგში აი ვიტყოდი რომ ჩემი აზრია ძალიან დიდი როლი ითამაშა იმანაც რომ სხვა ქართველების სპორტსმენებიც იყვნენ ქართლზე და საინტერესო გახადეს ამით რა. რა თქმა უნდა, RAF-ი სერიოზულ დონესტებს და ყურადღებას იქცევს, რომ ბევრი სუპერსტარი მოიყვანეს ამ სპორტში, ანუ ზოგი საერთოდ UFC-ს მებრძოლი, ზოგი ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავეები, რა ვიცი, ჯიცერები, ბევრი ჩართეს და რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა საქართველოში იმან რომ იყვნენ ქართველები ქართლზე, გივი მაჭარაშვილი, რავი, ბევრი ოლიმპიური ჩემპიონი ყავდა, გენო, ვლადიმერ გამყრელიძე, ბევრი ქართველი იყო თან ყველა წარმატებულები, რა თქმა უნდა. ყველა მოიგო თან. კი. ხო და ჩემი აზრით UFC რო საქართველოში ჩავიდეს, იგივე რაღაც მაინც უნდა გააკეთონ, ანუ ქართველები უნდა ვიხილოთ ქართლზე. რა თქმა უნდა, მაინც თან მივა ხალხი, იმიტომ UFC-ს სახელი აქვს. მაგრამ ეხლა RAF-ი მაინც ახალია. და ნუ რა თქმა უნდა საქართველოში ჭიდაობა უყვართ, მაგრამ ჩემი აზრით დიდი როლი ითამაშა მაგან რა, რომ მოჭიდავეები ყავდა ქართველები ამ ქართლზე რა და კარგად გავიდა. და UFC-ს თუ ჩაატარებენ საქართველოში, ვიხილავდი ქართველ მებრძოლებსაც, რატომ? Fight Night-ი, რავი, ლევანი დაემატა. აი ბაქოში როგორც ჩაატარეს რა. ოთარ ტანზილოვი ძმაო. ყავს უკვე. მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, ალექსანდრე თოფურია, რომან დოლიძე, გიგა ჭიკაძე. შანსიც მიცენ, მაგალითად ამინან გოგულაძეს. ხო, აუ კონტენდერებიც რა მაგარი იქნება, რომ რამოდენიმე კონტენდერიც რო ჩასვან, როგორც. ნუ ბაქოშიც ეგრე მოხდა, ბევრი აზერი ჩასვეს, აზერბაიჯანელები და აუ იგივე რო გააკეთონ. ჩაულებრად იმუშავებს და ისედაც იმუშავებს და გაიყიდება რა თქმა უნდა, იმიტომ UFC-ა და UFC უკვე ძალიან პოპულარულია ამერიკაში, მაგრამ ხა საქართველოში რო ტარდება, გინდა რა ქართველი მებრძოლის ხილვა რა. კი, რა თქმა უნდა. ნუ ქართველები უნდა იყვნენ სულ main event-ზე, თან პირველად თუ ჩატარდება, მაგრამ შენ რას ფიქრობ, ანუ ბილეთების ამბავი, ეხლა როგორ ღირდა, ან ნორმალური ბილეთები როგორ იყო RAF-ზე? სხვათა შორის RAF-ზე ბილეთის ფასი იწყებოდა 100 ლარიდან. და ყველა ზვირიანი ბილეთი იყო 6000 ლარიანი, რაც საკმაოდ ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ ისეთი თანხაა, მაგრამ ზვირია 6000 ლარი, რამდენი დოლარია ალბათ? 2500 რაღაც ეგრე. ხო, მაგრამ ანუ გაყიდული იყო ძმაო, სავსე იყო, ეხლა არ ვიცი, მაგრამ გაყიდული იყო, სავსე იყო, VIP-ებიც რაღაცა, ბევრი ჩემი მეგობარი ვიცი, ვინც VIP-ები იყიდეს და VIP-ები 500-1000 ლარი ღირდა რა, შესაბამისად გაიყიდება UFC-ს ბილეთები ჩემი აზრით უპრობლემოდ. ხო, ნუ ზოგადად UFC-ს თავისი ფან-ბაზას დაყვება, ანუ ბევრი ადამიანი გავიცანი უკვე რომ ყველა ივენტზე დადიან. საზღვარგარეთიდანაც ბევრი ჩამოვა. კი, ძალიან ბევრი ჩამოიყვანს, მაგრამ ნუ ქართველები თუ დაესწრებიან, ეგ იყო უბრალოდ 100 ლარი არ ეღირება ჩემი. ხო, აი კენას ბილეთები რა ღირს მაგალითად რა. აი უბრალოდ არ ვიცი, არ ყოფილვარ და მაგიტომ კენას სხვათა შორის სავსე იყო, სპორტის სასახლეში 8000 ადამიანი ეტევა, მაგრამ კენა 3 ჩატარდა უკვე, ხო თუ 2? კენა 3-ია. 3 ჩატარდა. ჩატარებული 3-ვე ჯერ გავსებული იყო.
თბილისის სპორტის სასახლე 8000 კაცი ეტევა სპორტის სასახლეში, მაგრამ დამატებული სკამები ყველაფერი რაც აქვს 10000-მდე ავიდნენ, როგორც ვიცი თუ 9000-მდე. კენას ბილეთები იწყებოდა პირველი რკენა 20 ლარიდან და ყველა ზვირიანი თუ არ ვწდები იყო 250. ნუ ეხლა რა თქმა უნდა რკენა 2-3 უკვე ინტერესი რო გაიზარდა ბილეთი როგორც ვიცი ყველაზე ეფენი 30 ლარით იწყებოდა, მაგრამ ძალიან ნორმალური ფასია ჩემი აზრით. და რავი გაიყიდა და სავსე იყო მაგარი ხომაგობა იყო ეხლა რაც ვნახე შენ ბრძოლას უყურე რკენაში პირველად მე ბექა თამლიანის ბრძოლა ვნახე ნუ კიდევ ეხლა ბოლო რკენა რაც იყო რა თქმა უნდა უყურე და ანუ მაღალი დონეა ესე რო ვთქვა რა კი მაღალი დონე დადეს როგორც ორგანიზება ყველაფერი და პლუს ანუ რაღაც ინტერესი შექმნეს საქართველოში ხო ხდები რა ეხლა მაგალითად ბევრი მებრძოლი ვინც ამ რკენაზე გამოჩნდა ხალხს აქვს ინტერესი აი ეს მებრძოლები როდის დაბრუნდებიან და ანუ პერსონალიტიც გააცნეს ეგ მომეწონა რომ ხასიათები გააცნეს და ამას ბევრი არ აკეთებდა ეხლა რა თქმა უნდა ბევრი კარგი ორგანიზაციაა საქართველოში და ეს სხვა ორგანიზაციებიც რო არ ყოფილიყვნენ ანუ აქამდეც ვერ მოვიდოდით მეც ეხლა დებიუტი რკენაში მქონდა რა მე მეორე ბრძოლაც მოვიგე IFC-ზე მაგრამ ყველას დავამახსოვდი რკენადან ხო აი ზუსტად მან მივდიოდი ეხლა რომ შენზე მინდოდა მეკითხა უკვე პირველი პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარე გამარჯვებით გილოცავაკაც რა თქმა უნდა ძალიან მაგარია და ეხლა ანუ შემდეგი ნაბიჯები რა არის რას ფიქრობ რას გეგმავ შემდეგი ნაბიჯები როგორც ჯერ კიდევ დამწყებ მებრძოლს რა თქმა უნდა მაქვს რა თქმა უნდა ვიგეგმები ასე რომ ვთქვა თან ვცდილობ არ ვიჩქარო ხო იცი როგორც არის კარიერის დასაწყისში სწორედ უნდა გადადგა ეს ნაბიჯები ეგრევე არ უნდა გაეკადო და პირველივე იმას არ უნდა შეასკდე და ძალიან ბევრი ის არის რა თქმა უნდა აი რომელიც მადლობა ამერიკაშიც ვარ ვიმყოფები შემიძლია ამერიკაშიც ვიბრძოლო მაგრამ აი ზუსტად მაგას ვიძახდი რომ ხალხს ძალიან კენადან დავამახსოვდი აი ხა სტორებს რო ვდებ თუნდაც ინსტაგრამზე და რაღაცა აი მაგალითად უბრალოდ დავწერე სტორი რომ ველოდები ბრძოლას რაღაცა აი სტორებზე მირეპლაიებს ყველა რკენა ანუ ხალხს უნდა ისევ ხილვა ანუ მაგარი იქნება აქ რომ მომემზადო და რკენაში იჩხუბო მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ ბოდიში რო გაწყვეტინებ რამოდენიმე ბიჭი იყო ახლა აქ სტუმრად MMA-ის მებრძოლები გიორგი კანტროშვილი და თეზი იცი შენ და ანუ ისინიც მეკითხებოდნენ რჩევას და ეგ უთხარი იმათაც რომ რა პრობლემაა პირიქით ანუ საქართველოში რო იჩხუბო მე ანუ უფრო მეტი мотиваცია არის ქართულ აუდიტორიასთან და ბრძოლებიც პროფესიონალურია ანუ რა აქ დაარტყამ და მოხდება და რა ანუ ხო ხდები ანუ ესეთი რა თქმა უნდა ისე ვიტყოდი რომ ამერიკაში მოგებასაც თავისი ხიბლი აქვს რომ უცხო ქვეყანაში ქართველი იმარჯვებს მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს კარიერაში სიამოვნებით გავმართავდი ისე ბრძოლას რკენაში და ზოგადად საქართველოში. ამერიკაშიც მაქვს შემოთავაზებები სხვათა შორის, მაგრამ არ ვჩქარობ, თან ამერიკაში ხო იცი როგორც არის ხა აქ უფრო რთულია სად საქართველოში იგი ამდენი ვიღაცა და ყველანაირი ხელშეწყობა. ანალიზები ხო იცი თან აქ როგორც ხდება. სანამ ჯერ მარტო ანალიზები. ლაშა მოყვარული იყო მახსოვს პირველ სამოყვარულო ბრძოლას იბრძოდა და სადღაც $2000-მდე ანალიზებში გადაიხადა და კიდე იქით მონაწილეობაში ეგრე არის რა. ეხლაც ნუ აქაც პროფესიონალურ ბრძოლას ისინი უნდა იმერაი და რაღაცები ტვინის აუ ეხლა იმდენი საბუთები გავაკეთეთ ალეკოს ბრძოლაზე აი კვირა სხვათა შორის საქართველოშიც შევეხები ამ თემასაც ბევრს აინტერესებს კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ მაგრამ საკმაოდ ისეთი ანაზღაურებებიც არის რომ ეხლა ამერიკაში რავი ხო იცი შენ რა სიხდიან პროფესიონალურ ბრძოლაში ხალხს გონია რომ აი ფული იშოვება თუ ამერიკაში ბრძოლა $1500 პლუს $1500 თუ გაიმარჯვე ნუ ეს ეგეც ცოტა ისეთ ორგანიზაციაში აი ძალიან ჩვეულებრივ ორგანიზაციაში რა აი PFL-ში არის უკვე რაღაც 5+5 პირველი და ანუ UFC-შიც 10+10 არის თორე სხვა ორგანიზაციები რაც არის მე სხვათა შორის გეტყოდი რომ მსგავს თანხებს იხდიან საქართველოში შესაბამისად რატო არა როგორც აქ ხო აი $1500-დან ალბათ ვიტყოდი $3000-მდე შეიძლება რომ იბრძოლო რა თქმა უნდა ეს ხო ის ეს ინდივიდუალურია რა თქმა უნდა კი მესმის რომ რაულ თუ თარაულს და შენ ერთნაირად ვერ გადაგიხდიან უბრალოდ ვამბობ და ანუ არავის არ აქვს პრობლემა მაგრამ მაგარია ჩემი აზრით პირიქით რომ გამოჩნდა უბრალოდ იმას გულისხმობ რომ ჩემი დონის მებრძოლი რომელიც ჯერ დამწყებია 2-3 ბრძოლა კარიერაში
ჩვეულებრივად შესაძლებელია რომ საქართველოში უფრო მეტი თანხა ვიღო ვიდრე ამერიკაში. მაგარია ძალიან მაგარია. ანუ ხო ბევრი ვერ ხვდება მაგის ფასი ხა შენ სწორად დასვი. ეგ საკითხი რომ რაღაც ამერიკაში ყველა ორგანიზაციაში ძალიან დიდ თანხებს იხდიან, მაგრამ როგორ გონიათ, აი ლიჟბი ამერიკაში ჩამიყვანენ და აი ხო ანუ იმ $1000 რომ მოგცემენ, უბრალოდ ვამბობ ეხლა რა, ანუ ხო ვიცი რომ ბოლოს ეხლა ალეკოს მაგალითს მოვიყვან რომ ჯერ იმ 1000-დან 850 იყო რაღაც ის ტაქსები ჩამოვაჭრა მე მენეჯერს ნუ ესე ვთქვათ დარბას უნდა მიცემ, წვრთნელს უნდა მიცემ, მენეჯერს ანალიზების ფული გაქვს გადახდილი და ანუ არ არის რა ეგრე მარტივად მართლა მომზადებაც ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული აქ ყოფნაც და ნუ კვებაც და ყველაფერი ვარჯიშიც და ასე შემდეგ გადაადგილებაც და ანუ მე ბრძოლებშიც მაგრამ ანუ ყველა იმიტომ მოდის აქ რომ სპარინგ პარტნიორები გამოცდილება თვითონ აქ ყოფნა ეს რა თქმა უნდა ცვლის ბევრ დეტალს და ამიტომ თორე ჭუბი საქართველოში უფრო მარტივი არის რა ხო საინტერესო იქნებოდა სხვათა შორის სკენას შენ ნახვა მე ძალიან გამიხარდებოდა ეხლა მაგას ვამბობდი რომ რკენასთანაც თანამშრომლობაც რა თქმა უნდა რა კიდევ იმას ჩვენ ბიჭებს თუ ჩასვამენ ვაფშე მაგარი იქნება და მაგარია რა მიხარია ველოდები მეც სიახლეებს მოდის ჩატარდება ბევრი კითხულობს და სხვათა შორის ისე იმასაც ვიტყოდი რომ მომრავლდა ორგანიზაციები საქართველოში ძალიან ბევრი ორგანიზაციაა ძალიან ბევრი იხსნება ეხლა და მე ვიცი მარტო ბოდიში GFC, რკენა, IFC და გამა კიდე არის Max Fight ოკეი და დავით კირიას ბოდიში ხო გამომრჩა თორე როგორ არის ეხლა გაკეთდა სხვათა შორის დავესწარით მე ლევან ჩოხელი და უთარ თანზილოვი პენტაგონი ესე ქვია ვა კუსტბაზე ჩატარდა ღია ივენთი იყო მაგრამ აი თანხებზე ვიტყვი ერთი ორი ისეთი დაღაბობეს ვარ რომ ჯება ნაცრობა მებრძოლება იჩხუბეს და აიღეს მეთქი ზაღოლ რა გავიკვირდა ეს პენტაგონი გაკეთდა რავი კიდე ბევრია რაღაც GCL, TFC ბევრნაირი სამოყვარულოც პროფესიონალური ეხლა პატარა ქვეყნისთვის ბევრია ანუ ესეთი ჩვენარი პატარა ქვეყნისთვის ეხლა რო ვთქვათ მართლა მაგარი არის და პირიქით რაღაცნაირი мотиваცია და ბიძგი არის ეს. ხო, რომ აი ბევრი ბავშვები თუნდაც ან სამოყვარულო მებრძოლები იბრძვიან რა, ეხლა აქვთ რაღაც რომ სურვილი რომ გქონდეთ, იბრძვიან რა, ეხლა ალბათ 5 წლის წინ ალბათ მეც არ ვიყავი ამ სპორტში და 5 წლის წინ ალბათ არც იყო ეგეთი რაღაცა რომ დამწყებებს იცი რა მაინტერესებს KG რომელ იმაშია ეხლა რომელ ანუ სად ვარჯიშობდი ეხლა საქართველოში რო ვიყავ საქართველოში რო ვიყავ ვარჯიშობდი ჩემპიონთა აკადემიაში გავიარე კემპი კენასთვის და IFC-სთვის და აქვთ KG სხვათა შორის მაგრამ ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა დასახვეწია ეხლა ჩვენ რომ ამერიკაში გვაქვს დარბაზი ეგეთი დონის დარბაზები ვფიქრობ ჯერჯერობით არ არის საქართველოში ნუ ხო უბრალოდ KG აქვს ხოლმე აქ და ეს KG ბევრ რაღაცას სვლის ოქტაგონი ასე ვთქვათ ოქტაგონში სპარინგი კი ბესნიშნავს აუ მე რავი როდის გახსნის ჩემი დარბაზ ერთი სული მაქვს საქართველოში საინტერესო სიურპრიზები იქნება მე KG-ები და ოჩხუბრები და სპარინგ პარტნიორები და კოუჩები მე ვნახოთ მაგარი იქნება რა, მოკლედ. კაია, ლაშა, მიხარია შენი წარმატებები, ვიცი რომ ახალი სპონსორიც ყავს, ჩემო ძმაო, ძალიან მაგარია, გილოცავ, წარმატებებს ისურვებ. მე აქტიურობას ვგეგმავ YouTube-ზე მეც. შეგიძლია გააჟღერო, არ არის პრობლემა არანაირი. მეგობრებო, ჩემ არხზე დინამიტზე კვლავ აქტიურობ, ვინც მიყურებდით YouTube-იდან გამოიწერეთ ჩემი არხი და რა თქმა უნდა, ვატოს არხიც და დაგვასაპორტ. გახსოვს აქ 2 წელიწად ლახევრის პირველი ჩამოხვედი და ამ კუთხეში პოდკასტი რო ჩავწერე. რამდენი რაღაც შეიცვალა ამ დროის განმავლობაში, ხო, ეხლა რომ დავიწყოთ ყველაფრის მოყოლა, ვერ მორჩებით ალბათ 10 დღე. ხო. ასე რომ ყველაფერი კარგად არის მეგობრებო, მერაბის ბრძოლასაც იმედია. მალე გვექნება სიახლეები და ჩაინიშნება, დიდი იმედი მაქვს ძალიან მალე. და ლაშასაც წარმატებებს ვსურვებ. მადლობა დრო რომ დამითმე. აბა შენიც ველოდებით რკენაში, ნუ შენ გამოჩენე. სადაც არ უნდა გამოჩნდე, ველოდებით რა, წარმატებები. ჯიგარი ხარ. აბა ჰე. მაგრამ